მოგესალმებით. დღეს მოვედი გაშლით თქვენთვის მნიშვნელოვან ამბავთან დაკავშირებით, ვისაც გჭირდებათ ამ ეტაპზე რჩევა სამყაროსგან. მოდი მოვუსმინოთ ჩაფიქრებულ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელი რა არის, რა უნდა იცოდეთ, რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ვარიანტი 2 იქნება, ეს არის პირველი ვარიანტი და ეს არის მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ და დავიწყებთ. მოგესალმებით პირველ ვარიანტო. ნახოთ ამჟამად ჩაფიქრებულ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ენერგიებში გხედავთ სამყარო. თქვენთვის ეს საკითხი არის ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან გსურთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს კარგად დაგეგმილი. თქვენი წესების მიხედვით მოხდეს აქ სისრულეში მოყვანა თქვენი ჩანაფიქრის, ანუ აქ თითქოს უკვე მაჩვენებს სამყარო, რომ გაქვთ გარკვეული გეგმები, ეს საკითხი როგორ უნდა დაიხუროს წარმატებით, ან როგორ უნდა რეალიზდეს თქვენი ჩაფიქრებული საქმე, სიტუაცია და ძალიან გულდასმით აკვირდებით ყველა დეტალს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ხართ ყურებით ჩამოყრილი ნამდვილად არ გაქვთ, პირიქით უფრო მხნეთ ხართ, მაგრამ ცოტა დასევდიანებული მეჩვენებით. ცდილობთ, რომ მთელი გული ჩადოთ ამ სიტუაციაში და ამ საქმეში, მაგრამ ცოტა დარდი მაინც არის. მოდი ვნახოთ რჩევა, რას გირჩევთ სამყარო, რა უნდა იცოდეთ. ყველაზე დიდი პროცენტით ეს არის პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით და აქ ჩემო გოგოებო, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება ბევრ გეგმას აწყობდეთ ამ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ აქ თქვენ არ მოგიწევთ ესეთი აქტიურობა, რადგან ეს ადამიანი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პასუხისმგებლობა დაიაზროს, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში. აქ შესაძლებელი არის ეს პიროვნება წასულიც იყოს უმეტეს შემთხვევაში, თუ არა და შეიძლება რაღაცა მომენტში ზოგადად ნახართ საჯაროა, ზოგადად ნაჩხუბარი, ზოგადად აპირებდეს განცალკევებას. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს პიროვნება შემოტრიალდება ახალი ენერგიებით და თუ აქ არის უკონტაქტო ურთიერთობა, თქვენი ჩარევის გარეშე ეს ადამიანი აუცილებლად მოვა თქვენთან და დახმარების თხოვნაც მიჩანს. აქ უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ძალიან დაკავშირებულია ემოციურად თქვენთან და ისეთი ბმა აქვს, რომ შეიძლება თავის დროზე ფიქრობდა, რომ ამას გადალახავდა, თუმცა მაინც თქვენსკენ მობრუნდება რჩევა. ის არის, რომ ნუ ღელავთ ამდეთ, პირველი ვარიანტი ძალიან ემოციურად არის განწყობილი, ამდენს ნუ დარდობთ, იმიტომ რომ ამ ადამიანის გამოჩენა არის გარდაუვალი რჩევა, არის გაუფრთხილდეთ თქვენ ნერვულ სისტემას, ჩემო გოგოებო, გაუფრთხილდით. ეცადეთ გახვიდეთ სუფთა ჰაერზე, წახვიდეთ ისეთ ადგილას, სადაც არის სიმშვიდე, ბუნებასთან სიახლოვე არის კარგი, იმიტომ რომ აქ ნერვული სისტემა არის დაზიანებული ამ ურთიერთობიდან გამომდინარე. თუ ისეთი სიტუაცია არის, რომ თქვენ ხართ ადამიანთან, მაგრამ რაღაცა დისკომფორტია, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი გაიაზრებს თავის შეცდომას და შეეცდება ურთიერთობის ასე ვთქვათ, გაჯანსაღებას და შესაძლებელია, ვინც ერთად ხართ, მაგრამ კრიზისული პერიოდი გაქვთ, შესაძლებელი არის ამ ადამიანმა შემოგთავაზოთ სადღაც ერთად დასვენებაც, რაც ძალიან წაადგება თქვენს ურთიერთობას. ნუ აქ მაინც პირაც მაჩვენებს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, თუ სხვა საკითხებიც აქვს ჩემ პირველ ვარიანტს ჩაფიქრებული, უნდა იცოდეს, რომ პარტნიორი, საქმიანი პარტნიორი, ან თუ მეგობართან აქვს რაღაც პრობლემა, იმ შემთხვევაში მეორე ადამიანი, მოკლედ,
უფრო მეტად იქნება ჩართული და შეეცდება, ვისაც თქვათ მეგობრები ხართ და არის ესეთი მეგობართან ცოტა დისტანცია გაქვთ, ხო? ეს ადამიანი უფრო მეტად გააქტიურდება და ამ ადამიანის წყალობით შესაძლებელია სადღაც ერთადაც წახვიდა. ეხლა ყველაფერი უფრო მეტად გამოსწორებისკენ წავა, რადგან სხვანაირად არ შეიძლება. ნებისმიერ შემთხვევაში აქაც არის რჩევა ის, რომ გულთან ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ აღნიშნულ სიტუაციებს, აცადეთ მეორე ადამიანს თავისი პოზიცია გამოხატოს და თუ რაღაც მომენტში თქვენც იყავით გაფრეზებული, იცოდეთ, რომ ის შეეცდება, რომ ყველაფერი დამშვიდდეს. ნუ რაღაცნაირად იმედიანი არის ეს გაშლა. მადლობას გიხდით, ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ვარიანტი. და მოდი დავიწყოთ მეორე, მოგესალმები მეორე ვარიანტი. ნახოთ, რა ხდება. აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორი ენერგიები არის გავარკვევ. აქ ადამიანი ფიქრობს, რომ არის გარიყული. გარიყულია როგორც ისევ საჯაროა გავიმეორებ და სხვადასხვა სიტუაციები, გარიყულია როგორც ზოგ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან, აქ შეიძლება არ გინდოდეთ, მაგრამ თქვენი აზრით თქვენი აზრის გატანა ნაკლებად გამოდის. აქ უფრო მეტად თითქოს იმართებით ხალხის მიმართ, პარტნიორის მხრიდან, უფრო სწორად, ხალხის მხრიდან, მათი აზრი დამანგრეველად მოქმედებს თქვენზე. მეორე ვარიანტო, აქ მენტალური ციხი არის. აქ იმაზე მეტად უშვებთ ადამიანებს თქვენთან და ეს სიტუაცია იმაზე მეტად გტანჯავთ, ვიდრე რეალურად უნდა ხდებოდეს. ძალიან მძაფრად თითქოს დანის წვერზე დადიხართ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით და აქ როგორც მსხვერპლი, ასე მაჩვენებს თქვენ თავს. ესეთ ენერგიებში ხართ ამ ეტაპზე. არაფერი აღარ გიხარიათ, ცხოვრების ხალისი გაქვთ რაღაცა დაკარგული და ამაში ადანაშაულებთ სხვა ადამიანზე. ეს არის ნებისმიერი სახის ურთიერთობა. აქ ხართ ცუდ მდგომარეობაში, ფსიქოლოგიურად თითქოს დაგიმონათ ამ სიტუაციამ ადამიანმა. ასეთი ამბავია. მოდი ახლა ვნახოთ რჩევა, რა უნდა იცოდეთ აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით. რას გირჩევთ სამყარო? მეგობარი როგორც ახლა თავი ხელში აიყვანე, ადექი, ნუ წევხარ, ადექი გამოდი, გავიდეთ სადმე, რაღაც შენ თავს შემოუძახე, ხო, ესეთია სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ ასეთი სუსტი რეალურად არ ხართ. ეს ამ მომენტში შეიძლება ესე გრძნობთ, რომ თქვენ არაფერი აღარ შეგიძლიათ, ფეხსა ვერ დადგებით, რა სიტყვის ხალხი აქ ძალიან მძაფრად არის, ტარო გეუბნებათ, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. თქვენი ბრალი არ არის, ამას ამბობს, თქვენი ბრალი არაფერი არ არის, აქ მანიპულაციის მსხვერპლი ხართ მეორე მხრიდან. ნახოთ კიდევ. აქ სამყარო ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც დაგაზიანათ, აუცილებლად სხვა პარტნიორის მხრიდან იქნება იგივენაირად გაწირული, როგორც თქვენ გაიწირეთ. თითქოს სამაგიეროს უხდის სამყარო სხვა ადამიანის სახით და თქვენთან, თქვენ ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არის ვიღაცას დამატებით ხოვნას გამოუგზავნიან. ახალი ნაცნობობა არის, ახალი შანსი არის ცხოვრებით, სამყარო გაძლევთ ახალ შანსს. ნუ ჩაეციკდებით ამ სიტუაციას, ეს იქნება მეგობრული, ეს იქნება სამსახურეობრივ თემასთან დაკავშირებით, პირადი, ძველი უნდა დასამარდეს, ძველი უნდა დაწერტილდეს, ძველი უნდა დატოვოთ წარსულში, კარი უნდა გაუღოთ, რაღაცა კარგი მომავალი
არის მოსალოდნელი ახალი ნახტომი ცხოვრებაში 2026 წელი გაცილებით უფრო მშვიდი იქნება და ის ტკივილი თქვენ აქ რაც განიცადეთ, ეს ასე აღარ იქნება. სამსახურის მხრივ უნდა იცოდეთ, შესაძლებელი არის ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც გაცილებით მომგებიანი იქნება თქვენთვის. შესაძლებელი არის ახალი მეგობრების გაჩენა საერთო რაღაც სიტუაციიდან, აი შესაძლებელი სადღაც წახვიდეთ და ის შეკრება ისეთი იყოს, რომ იქიდან ახალი მეგობარი, შეიძლება სამსახურის მხრიდან გაიჩინოთ ახალი მეგობარი. თქვენ ენერგიებს გაუფრთხილდით და მიიღეთ და დატკბით სამყაროს საჩუქრით. აქ არის პირდაპირ საჩუქრა და ის ადამიანი თქვენ რომ დაკარგათ, ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად ინანებს კიდევაც და უკვე სინანული აქვს და ეს თუ გულს მალამოდ მოედება ეს სიტყვები, იცოდეთ რომ უკვე ნანობს თქვენთან დაკავშირებით არასწორი არჩევანი აქვს გაკეთებული ამ ადამიანს და ნამდვილად არ ელოდება კარგი მომავალი. და თავად იწვნევს ყველაფერს მინდა ვთქვა. შესაძლებელია მეორე მხარემ თუ სხვას დაუკავშირა თავისი ცხოვრება, იქ ღალატი იგემოს. ესეთი ამბებია და ჩაიკეტოს და მოკლედ რამ შეცვალა ასეო და ჩვენ გვეცოდინება რამაც შეცვალა. მადლობას გიხდით ორივე ვარიანტის ადამიანებს, ვინც მიყურებთ. დარჩით ჩემთან ერთად, შემომთავაზეთ თქვენი გაშლის თემები და დროებით.